FedEx-ის დამფუძნებელი მილიარდერი ფრედ სმიტი 80 წლის გარდაიცვალა. FedEx-ი გლობალური ლოგისტიკური გიგანტია, რომელიც სტანდარტულ სამუშაო დღეს მსოფლიოს გარშემო 17 მილიონ ამანატს ემსახურება და ეს მასშტაბი დიდწილად სწორედ ფრედ სმიტის დამსახურებაა, რომელიც იყო არაერთი კომპანიის შექმნით დაკმაყოფილებული ჩვეულებრივი მეწარმე, არამედ საუცხოო ხედვის მქონე ინდივიდი, რომელმაც ინდუსტრია შეცვალა და პროცესში საკუთარი კომპანია გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად აქცია. FedEx-ის ისტორია 1973 წელს იწყება. უნივერსიტეტში სწავლისას ფრედ სმიტს მოაფიქრდა ბიზნეს მოდელი, რომელიც ცენტრალურ ჰაბზე დაყრდნობით კოორდინირებულ საჰაერო გადაზიდვებს გულისხმობს. თუ დღეს ეს არავის უკვირს, 1970-იანი წლების ამერიკაში ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობდა. თავდაპირველად ტვირთის მომსახურება სმიტმა 14 მცირე ზომის თვითმფრინავით და 25 ქალაქით დაიწყო, მაგრამ იდეა და აღსრულება იმდენად გამართული აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წელიწადში FedEx-ი ინდუსტრიის სტანდარტად იქცა. თავად სმიტი კი მილიარდერი გახდა, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარად აფასებს. ოპერირების დაწყებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში FedEx-მა 29 მილიონ დოლარიანი წაგება დააფიქსირა, რაც იმ დროისთვის და პრინციპში დღესაც კოლოსალური თანხა იყო. თუმცა ფრედ სმიტს საკუთარი იდეის იმდენად შეეროდა, რომ უკანასკნელი ფულით ლას-ვეგასში გაემგზავრა და ბლეკ-ჯეკში 27,000 დოლარი მოიგო, რაც იმ დროს ოპერაციების გასაგრძელებლად საკმარისი აღმოჩნდა. ფრედ სმიტის ხედვის გენიალურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სწრაფი მიწოდებით. ამერიკელმა ანტრეპრენიორმა შექმნა სისტემა, რომელმაც კომპანიები დიდი საწყობებისგან და გადაჭარბებული მარაგებისგან გაათავისუფლა, რამაც ბიზნესის მესვეურებს თავის ტკივილი შეუმცირა და დამატებითი საზღვრუნავი კაპიტალი მისცა. ამ ყველაფერმა ამერიკული კორპორაციული მენეჯმენტი ახალ დონეზე აიყვანა და ეფექტიანობა მთელ ინდუსტრიაში გაზარდა. როგორც სმიტი თავად ამბობს, ბიზნესის კეთება ისწავლა არა იელის უნივერსიტეტში, არამედ საზღვაო ძალებში, სადაც რამდენიმე წელი მსახურობდა. თავდაპირველად FedEx-ი ჩვეულებრივი სტარტაპი იყო, რომლის გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი სრულად ფრედ სმიტის ხელში იყო, თუმცა ანტრეპრენიორს დიდი გეგმები ჰქონდა და ამბიციის კვალდაკვალ კომპანიისთვის მედიდური სახელწოდება Federal Express-ი შეარჩია, რათა პოტენციური მომხმარებლები დაერწმუნებინა, რომ საქმე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტიტანთან აქვთ და არა გუშინ შექმნილ სტარტაპთან. ამ სახელწოდებით სმიტი ამერიკის ფედერალური რეზერვისგან, იგივე FED-ისგან კონტრაქტის მიღებას ცდილობდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა სახელი კომპანიას მაინც შემორჩა. FedEx-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, სადაც ინვესტორები ამერიკულ გიგანტს 54 მილიარდ 300 მილიონ დოლარად აფასებენ. ამ მაჩვენებლით შესადარის კომპანიებს შორის FedEx-ი მეორე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ UPS-ი უსწრებს. 5 წლიან პერიოდში FedEx-ის აქციები 74%-ით გაძვირებული, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიამ 18%-იანი კლება დააფიქსირა. გასულ წელს FedEx-მა 87 მილიონ 800,000 დოლარის შემოსავალი და 6 მილიარდ 200 მილიონ დოლარის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო კომპანია 405,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.